გამარჯობა, დღეს ექიმის ქრონიკების სტუმარია არჩილ შარაშენიძე, ექიმი ონკოგინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი. მოგესალმებით არჩილ, რამდენად ხშირად გვხვდება საკვარცხლის კიბო, ჩამოთვალოთ რა არის რისკ ფაქტორები და რა მიზეზებით ხდება ამ კიბოს განვითარება. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა. საკვარცხლის ავთვისებელი სიმსივნე ერთ-ერთი ყველაზე ვირაგი სიმსივნეა ონკოგინეკოლოგიაში, ყოველწლიურად 300-330,000 ახალი შემთხვევაა და ყოველწლიურად 200-250,000 ლეტალური შემთხვევაა. რისკ ფაქტორები არის რამოდენიმე, ეს არის გენეტიკა პირველ რიგში, იმიტომ რომ ადამიანებს, რომელსაც პირველი ან მეორე რიგის ნათესავი ყავდათ ძუძუს ან საკვარცხლის ავთვისებელი სიმსივნით, ისინი არიან პირველ რიგში იმ რისკ ფაქტორებში, რომელმაც შეიძლება შემდგომში განავითაროს საკვარცხლის ავთვისებელი სიმსივნე. ასევე არის ჰორმონული დისბალანსი, ის კისტები, რომლებიც ადრეულ ასაკში, რეპროდუქციულ ასაკში გვხვდება და სხვა კიდე დანარჩენი რისკ ფაქტორები, როგორც არის მწვერვალობა, ალკოჰოლიზმი და ასე შემდეგ. გენეტიკური ფაქტორიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად ვიყენებთ გენეტიკურ კვლევებს, რომელი გენეტიკური კვლევა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო ადრეულ ეტაპზე დავადგინოთ საკვარცხლის კიბო. რამოდენიმე ფაქტორად მინდა დავყო, ანუ პირველი ყველაზე ხშირად რასაც ჩვენ ვიყენებთ და დანერგილია, ეს არის CS25 და რომა ინდექსი, ანუ HA4-ის და CS25-ის კომბინაცია, რომელიც უფრო მაღალი სანდომებით გამოირჩევა. ასევე არის ეს უფრო მეტად გვხვდება და ჩვენ კონცენტრირებული ვართ, როცა ეპითელიურ ავთვისებენ სიმსივნეებზე გვაქვს გამახვილებული ყურადღება, მაგრამ თუ არის თქვათ არაეპითელიური ჯგუფი, მაშინ ვიყენებთ ბეტა-ქორიონ გონოტროფის, ალფა-ფეტოპროტეინს, ინჰიბინ B-ის, ლაქტადეჰიდროგენაზას და ასე შემდეგ. ასევე სიახლე, რაც რამოდენიმე წელი უკვე ძალიან აქტიურად ხდება ამის პაციენტებთან ახსნა და საუბარი, ეს არის BRCA გენის მუტაცია, რომელშიც სიახლე გვაქვს, რომ ყავს ონკოგენეტიკოსი. ეს ონკოგენეტიკოსი არის ძალიან დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნის დრო პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ეს რისკ ფაქტორები და შეუძლიათ, რომ თქვათ, პირველი ან როგორც აქამდე ვთქვი, პირველი ან მეორე რიგის ნათესავი ყავდათ, ან თვითონ უკვე დაავადებულები არიან თქვათ საკვარცხლის ან ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნით, შემდგომში ამ გენის მუტაციიდან გამომდინარე, თქვათ, ან ყავდათ ახლობლებიდან ნათესავები ამ გენით დაავადებული, რომ მიმართონ ონკოგენეტიკოს და განისაზღვროს ის რისკ ფაქტორები, რაც შეიძლება მომავალში მათთვის იყოს ძალიან მაღალი რისკის შემცველი. გაახალგაზრდავდა საკვარცხლის კიბო, რა რეკომენდაციებს მისცემთ ქალბატონებს, რა სკრინინგული კვლევები უნდა ჩაიტაროს იმისთვის, რომ უფრო ადრეულ ეტაპზე მოხდეს ამის დიაგნოსტირება. გეთანხმებით, ნამდვილად გაახალგაზრდავდა, ჩვენ ყოლია პაციენტები 28 წლის, 30 წლის. აღარ არის ისე, რომ სიხშირე 60 წელს ზემოთ იყოს და უფრო მეტად პოსტმენოპაუზური პრობლემები იყოს და სიმსივნე თითქლებოდეს. აქედან გამომდინარე, საჭიროა პირველ რიგში ბანალური ულტრაგვერითი გამოკვლევა, ასევე მარკერები, რომლებიც კიდევ ერთხელ გამეორდება, ეს არის რომა ინდექსი, CS25, ცალკე შეიძლება გაკეთდეს, ასევე ბეტა-ქორიონ, ბეტა-HCG, ალფა-ფეტოპროტეინი, ინჰიბინ B, ეს არის ის მთავარი მარკერები, რომლებიც ყველაზე ხშირად შეიძლება გაკეთდეს. თქვა, თუ პაციენტს აქვს რამე წარმონაქმნი კისტა, რაღაცა მოცულობით წარმონაქმნი, რომელიც შეიძლება 5-6 სანტიმეტრზე დიდი იყოს ზომაში, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი მონიტორინგი და ამ კვლევების ჩატარება. ასევე, რა თქმა უნდა გათვალისწინებული იყოს გენეტიკური ფაქტორიც, უნდა განისაზღვროს BRCA გენის მუტაცია თუ არის საშუალება და უნდა მოხდეს გინეკოლოგის, ონკოგინეკოლოგის და ეს გენეტიკოსის, ონკოგენეტიკოსის ამ შემთხვევაში ერთად კოლაბორაცია და პრობლემის ერთ ჭრილში განახვა და გადაკვეთა. წინასწარ ამ კვლევებს რამე მომზადება ჭირდება თუ არა? რა თქმა უნდა, უმჯობესია რომ ჩატარდეს ეს კვლევებიც და ულტრაბგერაც უკეთესია და მოწოდებულია რომ ჩატარდეს ციკლის პირველ პერიოდში და პაციენტი, რომელიც ჩვენთან მოდის ამ პრობლემები, ჩვენ აუცილებლად ვეუბნებით, რომ უმჯობესია თუ არ არის რაღაცა ურგენტული გაიდლაინებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უმჯობესია რომ ჩატარდეს ციკლის პირველ კვირაში და იქიდან გამომდინარე უფრო სანდოობა მაღალია CS25-ის შემთხვევაში და ულტრაბგერის შემთხვევაში და სხვა ანიზების შემთხვევაში. დიდი მადლობა არჩილ სტუმრობისთვის. შეგახსენებთ, ჩვენი სტუმარი იყო არჩილ შარაშენიძე, ექიმი ონკოგინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. დამატებითი შეკითხვებისთვის მოგწერეთ კომენტარებში.